როგორია საზოგადოებრივი განწყობები. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა შედეგი გამოაქვეყნა. დღეს გამოკითხვა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით ჩატარდა. ამას ხას იმიტომ უსვამ, რომ დღეს გავრცელდა არასწორი ინფორმაციები ცალკეული ქსელების მეშვეობით, თითქოს ეს რომელიღაცა პარტიის მიერ იყო დაკვეთილი. არა, ეს ასე არ ყოფილა. პირისპირ ინტერვიუს სახით გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, ცდომილება +-2.2%-ია 95%-იანი სანდოობით. საბელი სამუშაოები ჩატარდა 17-დან 29 ივნისის შუალედში. მოდით ნახოთ რამდენიმე სლაიდი. მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის 43%-ია ემხრობა, მხარს არ უჭერს 35%. მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში, აქ საუბარია 62%-იან მხარდაჭერაზე. პროტესტის მომხრეა პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების თითქმის 80, ანუ 78%. მეორე სლაიდი ვნახოთ, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 55%, ანუ უმრავლესობა. თბილისში ვადამდელ არჩევნებს 63%-იანი მხარდაჭერა აქვს, რეგიონებში კი ყოველი მეორე უჭერს მხარს ახალ არჩევნებს, ახალ საპარლამენტო არჩევნებს. კიდევ ერთი სლაიდი. მაღალია დაკავებულების მიმართ, ან პატიმრობაში მყოფთა მიმართ ემპათია, თანაგრძნობა. მოსახლეობის 73%-ს სინდისის პატიმრების გათავისუფლება სურს. საგულისხმოა, რომ თავად ოცნების ამომრჩევლების 40%, თითქმის ნახევარი ემხრობა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას. რაც შეეხება მზიამაღლობელის მიმართ საყენებულ ბრალდებას, უსამართლოდ მიიჩნევს მოსახლეობის 60%. უსამართლობის განცდა მაღალია რეგიონებშიც. ასეთი სულ 54%-ია, გაცილებით მაღალია თბილისელებში, ასეთია 70% თბილისელებისა. პოლიტიკოსების დაპატიმრება უსამართლოდ მიაჩნია ყოველ მეორე მოქალაქეს. საქართველოს 54%-ს და თბილისის 66%-ს, განსაკუთრებით პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 81%-ს მზიამაღლობელს მიაჩნია პოლიტპატიმრად. კიდევ ერთი სლაიდი. რაც შეეხება საგარეო ვექტორს, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბოლო ხანებში 1-2 კვლევა გამოქვეყნდა ძალიან უცნაური წარმოშობის, რომელშიც საუბარი იყო ამ მიმართულებით გარკვეული მნიშვნელოვანი კლების ტენდენციასთან. საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოში კვლავ აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს და ასეთია გამოკითხულთა 83%. საინტერესო დეტალია, რომ ოცნების ამორჩევლების სულ 79%, რომ თითქმის 70%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ანუ ხოცებიო როგორც ეძახიან, მე ასე არ დაუძახებ, ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც კი 70% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. კიდევ ერთი სლაიდი. გამოკვეთილი უმრავლესობა აღიარებს, რომ დიდი ან სერიოზული საფრთხე არსებობს საქართველოს შეუჩერდეს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა. ანუ ამ საფრთხის გააზრება უკვე სერიოზული არის ხალხში. კიდევ ერთი სლაიდი. რაც შეეხება რეიტინგებს, რაც ყოველთვის ერთ-ერთი ყველა საინტერესო ნაწილია ხოლმე კვლევების ალოკაციით პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება. ქართულ ოცნებას აქვს 35.8 საქართველოს მასშტაბით. მეორე ადგილზეა კოალიცია ცვლილებებისთვის 18%. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 16.6%, ლელო ძლიერი საქართველოს 9.5% და საქართველოს გახარია საქართველოსთვის 10%. ანუ ლელოს და გახარიას დაახლოებით თანაბარი მონაცემებია. აქვე გეტყვით, რომ თბილისში, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შემდეგ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თბილისში შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების, თბილისში ოცნების რეიტინგი არ აღემატება 23%-ს. კიდევ ბევრი საინტერესო რამ იყო იქ თუ რამე მნიშვნელოვანი გამორჩა, აგერ გვყავს ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ამ კვლევას ხელმძღვანელობდა და ამუშავა კიდეც და პირველ რიგში მინდა მას ვთხოვა მთავარი შემჩნევები, მთავარი მიგნებები რა არის ამ კვლევის. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებ მაყურებელს, დიდი მადლობა რომ ეთერი დაუთმეთ ამ კვლევის შედეგებს. ბევრი შედეგია, მრავალფეროვანი შედეგია, საინტერესო შედეგებია. თუმცა მე შევეცდები ძირითადი ასე ვთქვათ ტენდენციები გამოვყო, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. მთლიანობაში თუ გადავხედავთ ამ მონაცემებს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობაში
ოპოზიციური განწყობები ჭარბობს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, პრაქტიკულად ყველა საკითხთან მიმართებით. იქნება ეს, ასე ვთქვათ, ქვეყნის განვითარების ზოგადი კურსის შეფასება, იქნება ეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განვითარების შეფასება, იქნება ეს ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების იდენტიფიცირება, იქნება ეს 26 ოქტომბრის, მაგალითად 26 ოქტომბრის არჩევნების სამართლიანობის შეფასება, ან მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოლოდინი, იქნება ეს საგარეო ვექტორი დღევანდელი ხელისუფლების. აი პრაქტიკულად იქნება ეს პროტესტზე რეაქცია, მიმდინარე პროტესტზე რეაქცია, რაც თქვენა ჩვენეთ სლაიდებში, ანუ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ოპოზიციური განწყობები ჭარბობს, ოღონდ ოპოზიციურ განწყობებს განსხვავებული ინტენსივობა აქვს იმის მიხედვით სამიზნე ჯგუფი ვინ არის. საქართველოს მოსახლეობაში ოპოზიციური განწყობები ან უმრავლესობას გააჩნია, ან გამოკითხულთა უფრო დიდ ნაწილს, რომელიც შესაძლოა უმრავლესობას არ აღწევდეს, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი იყოს სხვა პოზიციებთან შედარებით ოპოზიციური განწყობები. რეგიონებში ოპოზიციური განწყობები ოდნავ ან რამდენადმე, ასე ვთქვათ, სუსტდება, თუ შეიძლება ასე ითქვა, საქართველოს მოსახლეობასთან შედარებით და თბილისი ეს არის გამოკვეთილად ოპოზიციური, ასე ვთქვათ, ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციური, პრაქტიკულად ვერ ნახავთ ვერც ერთ ცვლადს, ან ვერც ერთ საკითხს, ვერც ერთ თემას, სადაც თბილისი არ იყოს ერთმნიშვნელოვნად ცალსახად და გამოკვეთილად ოპოზიციური. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ზოგადი ფონი ამ გამოკითხვის და შედეგების. მეორე რასაც მინდა თქვენ ყურადღება მივაქციოთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მე მგონი ამ გამოკითხვის, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტული მესიჯები, რომლებიც აგრესიულად არის ჩაშვებული საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან საკომუნიკაციო სტრატეგიაში, არ მუშაობს, ან ცუდად მუშაობს. ესეც, ვთქვათ, ერთ-ერთი ძალიან ან აღარ მუშაობს. კი ბატონო, ან არ მუშაობს, ან აღარ მუშაობს, ან ცუდად მუშაობს. მე ამ მიმართულებით რამდენიმე შედეგს მოვიტან. აი ჩვენ ყველანი მოწმე ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს იწონებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების არნახული ტემპებით, არა და ამ სხვა შორის ქართული ოცნების აი ამ განცხადებას ზურგს უმაგრებს ხოლმე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების სტატისტიკური მაჩვენებლები. მაგრამ იცით რა, ესე იგი ამ ოფიციალური თუ სტატისტიკური მონაცემების მიღმა არის ჩვეულებრივი მოქალაქეების ან ჩვეულებრივი ოჯახების განწყობები და კვლევა სრულიად ცალსახად ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გაცხადებული, ასე ვთქვათ, მაჩვენებლები არ აისახება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, როდესაც საქმე ჩვეულებრივ ადამიანებს ან ოჯახებს ეხება. ისინი ადასტურებენ ან უცვლელობას ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობის, ან ადასტურებენ გაუარესებას უფრო მეტად ვიდრე გაუმჯობესებას. ანუ ეს პროპაგანდისტული მესიჯი, რომ ეკონომიკურად, ასე ვთქვათ, კარგად ცხოვრობთ, არ აღწევს მოქალაქეებს. ანუ მარტივად რო თქვით, ბატონო ეგო ტელევიზორ ჯობნის მაცივარი. დიახ. კი ბატონო. თუმცა ტელევიზორებში არ აქვს საქმე ცუდად, მე შეგნებულად არ გამოვიტანე, რომ თვით რეკლამა არ გამოგსვლოდა, მაგრამ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა თუნდაც ფორმულას ძალიან კარგი მონაცემები თბილისშიც და საქართველოს რეგიონებში, ანუ ყურებადობაც არის მნიშვნელოვნად გაზრდილი ეგრეთ წოდებული კრიტიკული არხების. ესეც ალბათ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მადლობა ჩვენს მაყურებელს ამისთვის, ამ რთულ პირობებში მუშაობას ასე ერთი ინდიკატორი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ მუშაობს, ასე ვთქვათ, ხელისუფლების პროპაგანდა, ან ცუდად მუშაობს, არის ის, რომ აი ეს გადაღებული ეგრეთ წოდებული deep state და გლობალური პარტია, აი ამ ფენომენების, ასე ვთქვათ, არსებობა და მათი გავლენები, რომლებიც, პრინციპში საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების ნებისმიერი კომუნიკაციის ორგანული ნაწილია, რა. აღმოჩნდა, რომ არ ჯერათ ადამიანებს არც deep state-ის და არც გლობალური ომის პარტიის აქ წამყვანია პოზიცია, რომ
მათთვის ბუნდოვანია ამ ფენომენების ასე ვთქვათ გავლენა ამ საფრთხის იდენტიფიცირებას უჭერით. ამ საფრთხის იდენტიფიცირება ზუსტად ამ საფრთხის იდენტიფიცირება უჭირდა სხვა შორის უჭირდა არა მხოლოდ თქვათ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, არამედ უჭირთ თვით ქართული ოცნების მხარდამჭერებს. ანუ აი ამ deep state-თან მიმართებით პოზიცია არის ასეთი, ან ბუნდოვანება, ან ის რომ მათი ასე ვთქვათ გავლენების, მათი ნეგატიური გავლენების ადამიანებს არ ჯერათ. ანუ თლად კარგ მტრად ვერ გაიყიდა, ასე ვთქვათ. ბატონო, სხვა თემაზეც მინდა მოვასწროთ საუბარი. კიდევ რა არის თქვენ? კიდევ ერთი რასაც მინდა თქვენ თვითმმართველობის არჩევნების პერსპექტივა არის არაჩვეულებრივი მონაცემი და ჩემი აზრით ეს მონაცემი საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს ხელისუფლებას ერთმანეთისგან განიზიდავს. ეს არის ემპათია საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებით. ეს არის სხვა შორის მარტო ამ გამოკითხვაში არ გამოჩნდა, წინა გამოკითხვაშიც გამოჩნდა ასე. მოგახსენებათ რომ მიმდინარე პროტესტს ორი მოთხოვნა აქვს, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების. ჩვენ არ გვიხმარია ეს ტერმინი სრულად განგებ პოლიტიკური პატიმრები, რათა ეს არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, მიმართულების მიმცემი შეკითხვა. ვიხმარეთ ნეიტრალურად ეს ტერმინი აქციების დროს დაკავებული ადამიანები. და აღმოჩნდა რომ როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიმართ არსებობს, ასე ვთქვათ, დასტური მოსახლეობის უმრავლესობაში, ასევე კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს. თქვენ წაიკითხეთ ეს მონაცემი და ამიტომ აღარ გავიმეორებ. უმრავლესობა თან გამოკვეთილი უმრავლესობა ამ ადამიანების ასე ვთქვათ გათავისუფლებას ემპათია არის 73%, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ძალიან საინტერესოა თქვენ ახსენეთ, მაგრამ მე უნდა გავიმეორო, რომ თვით ქართული ოცნების მხარდამჭერებში 40% ითხოვს მათ გათავისუფლებას, რაც ნამდვილად ქართული ოცნების ამომრჩევლებისთვის, ასეთ სპეციფიკური ასე ვთქვათ აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მონაცემია. იგივე ეხება მზეამაღლობელის დაპატიმრების უსამართლობას, აქაც ამ უსამართლობას აღიარებს უმრავლესობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონებში და თვით ქართული ოცნების ამორჩევლებში დაახლოებით მეოთხედია, ვინც ფიქრობს, რომ ზია ამაღლობელი უსამართლოდ არის დაპატიმრებული, ხოლო დამატებით კიდევ მეოთხედს, ან მთლიანობაში 45%-ს ან ზია ამაღლობელის დაპატიმრება უსამართლოდ მიაჩნია, ან უჭირს ამ დაპატიმრების სამართლიანობის შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქცენტების გაკეთება აი ამ თემებზე, მაგრამ მინდა მოვასწროთ საუბარი პოლიტიკურ შემადგენელზეც. იმდენად პოლიტიკური პარტიების რეიტინგებზე არა, რამდენადაც ოპოზიციური ფლანგის ორ განსხვავებულ სტრატეგიაზე, ასე ვთქვათ, რაც უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებს, ბოიკოტის თემას. დღეს საღამოს შეიკრიბა პარტიების გარკვეული ნაწილი სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, რომლებმაც თქვეს, რომ არამც და არამც ისინი არ შევლენ არჩევნებში და მათი მიზანი და მიმართულება იქნება ბოიკოტის იდეის პოპულარიზება და პირიქით არჩევნებში მონაწილეობის იდეის, ასე ვთქვათ, იდეას ნეგატიური ზემოქმედება. ამის პარალელურად ჩვენ უკვე ვიცით, რომ ორი ბარიერგადალახული პარტია უკვე იღებს მონაწილეობას. ნახეთ ციფრებიც. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, რა შანსები აქვთ არ მინდა ვილაპარაკოთ ხელისუფლება რას იზავს და ასე შემდეგ, ცალკე სოციოლოგიურად რა შანსები აქვთ კახარიას მოძრაობას და ლელოს იმ შემთხვევაში თუ თავიანთ მხარდაჭერას ამ ციფრების მიხედვით შეინარჩუნებენ, ან რა უნდა გააკეთონ, რომ შეინარჩუნონ და რა პირობებში რომ მიაღწიონ რაიმე ხელშესახებ წარმატებას თუნდაც თბილისის მასშტაბით. კი ბატონო, თქვენ მართალი ბრძანეთ, გიორგი, ბოლო თვის განმავლობაში არჩევნების ბოიკოტის იდეა გააქტიურდა. შეიძლება ითქვას, რომ აგრესიულადაც კი გააქტიურდა ზოგიერთი ან უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების მხრიდან და ეს აისახა საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე. აი ავიღოთ ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი, ხო, თან პროევროპული ოპოზიციის ამორჩეველი, ჩვენ მაისში ჩავატარეთ კიდევ ერთი გამოკითხვა და იქ ბოიკოტს ემხრობოდა 31%, მეტი არა. ახლა აღმოჩნდა, რომ ეს არის გაზრდილი 41%-მდე, ანუ პროევროპული ოპოზიციის ამორჩეველთა 41% ემხრობა ცალსახა ბოიკოტს ადგილობრივი არჩევნების, კიდევ 26% ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ გარკვეული დათქმის ფონზე
აპირებს და ეს დათქმა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მხოლოდ 20%-ია ისეთი, რომელიც ოპოზიციურ ამორჩეველში, ვინც არჩევნებში მონაწილეობას ყოველგვარი დათქმის გარეშე აპირებს. ანუ განწყობა ოპოზიციურ ამორჩეველში არის უფრო იმისკენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაც შეეხება თავად ამორჩეველთა მონაწილეობას, აქაც მნიშვნელოვანი გამოწვევა განსაკუთრებით იმ პარტიებს, ვინც გადაწყვიტა, რომ არჩევნებში შესულიყო, ამ შემთხვევაში გულისხმობ გახარია საქართველოსთვის და ძლიერ საქართველოს, აი კვლევა აჩვენებს, რომ გადაწყვეტილად, ანუ დადასტურებულად არჩევნებში მონაწილეობა მიღებული აქვს გახარია ამორჩევლების გახარია საქართველოს ამორჩევლების 57%, ხოლო ძლიერი საქართველოს ამორჩევლების 40%. ანუ 10 ქულიან სკალაზე გავზომეთ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის ინტენსივობა და ქულა 10 და ასახელა იმ პროცენტების ნახევარ-ნახევარს. ხო, ამიტომ მათ წინაშე არის ძალიან დიდი გამოწვევა, რომ მათ უნდა გაზარდონ და კიდევ ერთ დეტალს დავაზუსტოთ. მათი მომხრეების არჩევნებში მონაწილეობის მზაობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რთულად შესაძლებელი მათი ამოცანა, მაგრამ სხვა კრიტიკულ ანუ ოპოზიციის პროდასალური ოპოზიციის ამომრჩევლებში ჩვენ თქვით ხე გახარია და ლელო, მაგრამ იქ ერთ მნიშვნელოვნად ყველა მათი მხარდამჭერი არის წინააღმდეგი? არა, ერთ მნიშვნელოვნად არ არის, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლებია, აი მაგალითად ცვლილებებისათვის რეკორდულად უფრო მაღალი არის ბოიკოტისტების მაჩვენებელი, მე მოდის ნაციონალური მოძრაობა და შემდეგ დანარჩენი 100% არა, რასაკვირველია, ამიტომ ესე იგი არჩევნებში შესულ ოპოზიციურ პარტიებს ჯერ საკუთარი ამორჩევლის გააქტიურება ამოცანა უდგათ და გამოწვევა და მეორე და თუნდაც საკუთარი ამორჩეველი გააქტიურონ ეს არჩევნებში წარმატებული შედეგის დადების წინაპირობა ვერ იქნება, მათ დასჭირდებათ სხვა ოპოზიციური პარტიების ამორჩეველთა გადმობირება ცუდი სიტყვა, მაგრამ სხვა მიმხრობა. რაც კიდევ უფრო რთული ამოცანაა, ამიტომ მათ წინაშე ეს გამოწვევა ნამდვილად დაგისვა თბილისთან დაკავშირებით. აი ეს 23% ძალიან მნიშვნელოვნად მეტყველებს ოცნების მდგომარეობაზე საქართველოს გულში, ასე თქვა და ცენტრში. რაც ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვან პერსპექტივას აჩენს ზოგადად პოლიტიკური პროცესის წარმატებით განვითარების. თუმცა ახლა ფორმებზეა ზუსტად დავა და აქედან გაჩნდა ეს წინააღმდეგობა ოპოზიციურ ფლანგზე. თეორიულად რო დაუშვათ, მე მანამდე ედიტორიალშიც ივანიშვილი როგორც უკუქცევი და უკუსვლით იღებს რაღაც კანონებს და გადაწყვეტილებებს, რო დაუშვათ, რომ აი ხა ეს გადაწყვეტილებები არ ყოფილიყო მიღებული. მართლაც ყველას რომ მიიღო გადაწყვეტილება რაღაცა პირობების დაკმაყოფილების პირობებში არა საპარლამენტო, არამედ თვითმმართველობის არჩევნებში შესული თბილისში გაერთიანებულ ძალებს და შესაბამისად ამომრჩეվել მოტივირებულს რა შანსები ექნებოდა ამ ციფრების გათვალისწინებით? ექნებოდა მოგების ძალიან მაღალი შანსი თბილისის მოგების ძალიან მაღალი შანსი, ოღონდ გარკვეული დათქმებით, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს დათქმა იქნებოდა, ასე ვთქვათ, მერის საერთო კანდიდატზე შეთანხმება, მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება და ასეთი შეთანხმების და თანაც იმ მოტივაციის გაზრდის ფონზე, რომ ჩვენ თბილისი ვიგებთ ოპოზიციურ სპექტრს, შეეძლო თბილისში ეფიქრა გამარჯვებაზე, მაგრამ ეს უკვე ილუზორული, ასე ვთქვათ, პროექტია. დრამის დამატება ხო არ გინდათ მნიშვნელოვანის. პრინციპში ყველაფერზე ვისაუბრეთ. მადლობა. არა, მაგრამ ცალ-ცალკე სეგმენტურად ჩვენ მოვგვიწევს ამ კვირის განმავლობაშიც დაბრუნება ამ კვლევისა. დიდი მადლობა ამ კვლევისთვის, მისი ანალიზისთვის. საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, მაყურებლისთვის ციფრებთან ერთად კვლევის ავტორის ანალიზი ყოველთვის საინტერესო მოსასმენია, იმიტომ რომ არასწორი ინტერპრეტაციები ბევრია ხოლმე.